მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის არქი Ground and Pound Georgia. მე ლადო ვარ, ეს სამხარა არის. დღეს ვილაპარაკებთ UFC 313-ზე. ჩვენი დებიუტი შედგება პოდკასტში. ხუთშაბათ დღეს გვაქვს დებიუტი, მოკლედ ხუთშაბათს ვწერთ. და კვირას გამთენიას უკვე არის UFC 313-ის კარდი, სადაც ნანატრი ბრძოლა, მოკლედ არის მისის ვთქვათ, რატო ვიძახით ხუთშაბათს ვიღებთ რა? იმიტომ რომ დღეს ჩვენ გავაკეთებთ პიკებს და ვნახავთ მე რამდენიც გამოვიცნობთ რა, რომელი უფრო კარგად გამოვიცნობს. კი ბატონო. მოკლედ ხო, ხუთშაბათს ვწერთ, კვირას გამთენიას არის UFC 313-ის კარდი თავის ნანატრი ბრძოლით ალექს პერეირა მაგომედ ანკალაევის წინააღმდეგ. ნანატრი მე მგონი კი ანკალაევისთვის და ზოგადად MMA-ის გულშემატკივრებისთვის, რავი, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდოდა კი, რომ პერეირას ვინმე ითუმეტეს დაღესტნელი ანუ ტესტა ხვედროდა პერეირას. გაუვლის. ბიჭო. ანკალაეო იმენა ხო, ოღონდ ცოტა ბოლოსკენ მოვიტყოთ მოკლედ ეს ჩხუბი. იმიტომ რომ მე მკითხავ, მანამდეც ისეთი ჩხუბებია, ეგ ზოგადად ბოლოს ისეთი ტენდენცია წამოვიდა UFC-ში, რომ რა ჩხუბებიც არის, პრელიმებზე უფრო მოდის ფინიშები და სანახაობა, ვიდრე მეინ კარდზე რა. წინა ივენთებში ზოგადად რა 20-25-ში ეხლა რა კარდებიც იყო. და ეხა რაც არის მოკლედ სამომავლოდ რაც ვიცით, რაც იქნება მოკლედ UFC 313 ერთ-ერთი საუკეთესოა რა. თავის main event-ით, უბრალოდ 314-ზე ისეთი ჩხუბები არის, რომ ხო, აი უკვე ხო, ჯერ რაც იყო, რავი, ყველა მიცის ალბათ მიცი UFC-დანაც თვალს, რომ ჯერ რა event-იც იყო 2025-ში, აი გახალტურებულია ყველა რა. დაეცარათ კაი matchmaking-ის გაკეთება და ვერ ახვედრებენ. იმიტომ რომ წლის ბოლოსკენ გვიპირებენ ალბათ რაღაც საინტერესო. საჭიროა საინტერესო. კი, დავიწყოთ ტრადიცია მინდა დავნერგო ესეთი რომ ბოდიში შეგაწყვეტინე. ოღონდ ესე არ მივყვებით ახ თავიდან ბოლომდე პრელიმები და მეინ კარტამდე შანსი არა რა. საინტერესო ჩხუბებზე ვილაპარაკებთ, სადაც ფიქს გაკეთება ადვილი არის. ადვილი რა უფრო საინტერესოა რა ჩვენთვის სანახაობრივი ჩხუბები. მოკლედ ავარჩევთ შესაძლო fight of the night ჩხუბებს. შესაძლო fight of the night-ი აქ ერთია მე მგონი და ვიცი რომელიც არის, მაგრამ სხვა თემა არის performance of the night-ის ბონუსი. აი მან უკვე ცალკე. დავიწყოთ მაშინ გავხსნათ ფერეირა პეტროსიანით. კი ბატონო, პეტროსიანი, ვისაც არ გახსოვთ მოკლედ ადამიანი, რომელიც ულამაზესად გაითიშა UFC 308-ზე და აი ამ ძიმე ნოკაუტის შემდეგ ბრუნდება UFC 313-ზე. და დაეჯახება ბრუნო ფერეირას ადამიანს, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ხელები აქვს ქვესაშუალო ზონაში, უფრო სწორედ. და მძიმე ხელებთან ერთად აქვს ჯიუ-ჯიტსუს და background კი და ყველა საინტერესო თან ისეთი დარტყმა აქ რომ მგონი ძიუდოს და ჯიუ-ჯიტსუს ფერეირაში არავინ არ აქცევს ყურადღებას. კი, უბრალოდ მე მაინც მგონია რომ ფერეირას იმდენად მოწონს თავისი კრივი, თავისი ხელები და ასე შემდეგ მგონია რომ ფეხზე იჩხუბებს ყველა ვარიანტში და აი ზოგადად მგონია რომ თავის ჯიუ-ჯიტსუს თავის ესე ვთქვათ ამ ძიუდოს background-ს და ჯერ არ გვანახებს კი. ვინმე სხვა გახსენებს. კი. ერთ ქართულს. ძიმე ხელები. ძალიან საინტერესო ისაა რომ მაინც გამოცდილების ხარჯზე ალბათ ბუქმეიკერია პეტროსიანს მიცეს ფავორიტის სტატუსი რა. არასწორი მგონია. მეც არასწორი მგონია. ფერეირა მოდის ბევრი აქვს დასამტკიცებელი. პირველი რაუნდის ფინიში აქვს. ძირითადად ფინიშერია რა. წაგება აქვს მესამე რაუნდში საბმიში. კი, ან ფინიშერია, გამოკვეთილი ფინიშერია ფერეირა და მგონია რომ ეს ის ჩხუბი არის და ფერეირას ისეთი ტიპი ჩანს რა, ესე რომ უყურებ რომ არ წავა გადაწყვეტილებაზე და ეცდება რომ მალე დაამთავროს და ნოკაუტით დაამთავროს რა. მით უმეტეს ზოგადად როდესაც მებრძოლები პრელიმინარი კარდზე იბრძვიან, ყოველთვის ცდილობენ რომ რამით თავი მოვაწონონ მოკლედ UFC-ის წარმომადგენლებს Dana White-ს, რომ რაც შეიძლება მალე ტოპ 15-ში მოხვდნენ და იბრძოლონ შემდგომ კამერაში. პეტროსიანის შანსი რა გონია? პეტროსიანის შანსი მგონია მინიმალური. ანუ ზოგადად მაქსიმალზე მინიმალზე არ გეუბნები, ანუ რა სტრატეგია გონია, რომ სტრატეგია აუცილებლად იქნება, რომ იჩხუბებს ფეხზე, დისტანციას, კიკებს გამოიყენებს, მით უმეტეს რომ კიკებს საკმაოდ კარგად იყენებს, უბრალოდ მისი კიკები შარასთან ბრძოლაში დაიჩაგრა, ასე ვთქვათ, არ გამოჩნდა, იმიტომ რომ შარა ერთ-ერთი საუკეთესო კიკერი არის. მაგრამ ხო, კიკებს ხო, ანუ ეგ გამოკვეთილად ორი სტრაიკერის ჩხუბი იყო. მე ეგრე ვფიქრობ და ეხაც მგონია რომ ფერეირა არ წაიყვანს მიწაზე რა. არა, შანსი არა. სტრაიკერის ჩხუბი იქნება.
კი. მე მგონი ორივე აზრი მივიდა. შევჯერდით კი. პირველი პიკი მოკლედ ერთი მხარეს ვარ. პერეირა პირველი ანდერდოგი. ხო, პირველი პიკი სხვადასხვა ანდერდოგი გვაქვს. ნახოთ როგორ გაამართლებს. მე ვარ დაგიმალო შეთი კარდი არის ხა. ზოგადად წინა პრემიერებს არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ძირითადად პრემიერებს რო შევხედე, ანდერდოგი გვაქვს ისეთი ტიპები და ისეთი რამდენიმე ისეთი ფაითერის დებიუტი არის ახლა რომ რავი, მგონია რომ ძალიან კაი კარდი იქნება რა. და როგორც სეხუდოს და იადუნგის იუნიძე იყო პრელიმებმა რომ ბევრად დაჯობა main cards, აქ ცოტა ისეთი main card-ი გვაქვს რომ ეგრეც ვერ ვიტყვით, მაგრამ მგონია რომ ძალიან საინტერესო პრელიმები იქნება. ნუ ის fight night-ი იყო რა. ეგ იყო ერთ-ერთი. ვისაც არ გინახავთ მეგობრებო, fight night-ის სეხუდოს და სონგის კარდი მთლიანად, აი პრელიმინარი აიღეთ და 7 ბრძოლა იყო, 7-ვეს უყურეთ თავიდან ბოლომდე და შეგიძლიათ მეინი გამოტოვოთ. აი ისეთ სიამოვნებას მიიღებთ მაგ ჭუბებით უბრალოდ, რომ რავი შეგიძლიათ რავი შემდგომ დაწვეთ და იცით. მან ერთი ფასაზეა კიდე აქცენტი გასაკეთებელი ორი main fight-იდან რა, main event-იდან. და ეგ მოდი ამ main event-ზე გავაკეთოთ ეგ. კი ბატონო. შემდეგ ქარდზე ხوار გადავიდეთ. ქარდზე კი არა ბრძოლაზე. პლეიცი კუნიევზე მოკლედ ძალიან ისეთი ხმაურიანი მოსვლა აქვს, იმიტომ რომ ტოპ 15-ის მებრძოლს ხვდება პირდაპირ დებიუტანტი დაღესტნელი heavyweight. ხა როგორ ტოპ 15-ის მებრძოლს ხო? ორჯერ აქ განსხვავებული ალისტარ ოვერინგთან, ხო, დერეკ ლუისთან და ასპინალთან აქ მოგებული, ოღონდ რავი. კი, ეგ მოგებული. ვაი მაგ მოგებას რავი. გაუნასხოდა ასპინალთან. ჯობდა არ მოეგო და მე აღარ ეჭუბათ. სხვადასხვა დიდი წვლილი მიუძღვის პლეიტს ასპინალის განვითარებაში, ეგრე მგონია, იმიტომ რომ ასპინალმა პლეიტს მარტო იმიტომ ეჭვი, რომ ეგ დამიკმაყოფილებინა რა. არა, ვის მოეწონებოდა ეგ წაგება პლეიტსთან. არა ვიცი. თვითონაც ასპინალი როცა ალბათ არც კუნიევს არ მოეწონება რა. ხო და აქ საინტერესო რა არის, იცი? კუნიევის სიზუსტე დარტყმში ბევრად უკეთესია ვიდრე პლეიტის. პლეიტს ახლა ნოკაუტერი არის, მაგრამ ძირითადად ორივე არა უფრო პლეიტსი ხო რა, რესლინგი. ფოლკ სტილის ჭიდაობა ამერიკული, დაღესტნური, კავკასიური, ნამდვილი ჭიდაობის წინააღმდეგ. მან გონია რომ კუნიევი ცოტა safe win-ზე წავა რა. ძალიან არ გაისყავს და მგონია რომ კონტროლით იცი რა არის? თუ კუნიევმა მოიგებს decision-ით რა. გადაწყვეტილებით კი, ზოგადად დებიუტსაც გააჩნია და დებიუტს უკვე ტოპ 15-ის მებრძოლთან რა. აი ხა ალექსანდრე თოფურიას დებიუტი რო იყო. ყველას ეგონა რომ ან გაგუდავდა, მოახრჩობდა, რავი რამეს გაუკეთებდა, ან დაანოკაუტებდა, მაგრამ არა, safe მოგება ირჩია და გადაწყვეტილებით მოიგო. ზუსტად იგივენაირად მგონია რომ კუნიევის მსგავსი გეგმა იქნება, უბრალოდ რამდენად გაამართლებს მე რა ვიცი რა. ხო და აქ კიდე რა არის, იცი? კუნიევს მე თუ მკითხავ ვაფშე არ კიდევ ჯერ სანახაური მოგება, იმიტომ რომ ეგრევე ტოპ 15-ის ტიპს ხდება. ხო, რა თქმა უნდა. ეგრევე სარეიტინგოზე იწოს რა, ეგრევე რეიტინგზე. ურჩევნია safe მოგება კონდეს ვიდრე გარისკოს და ბლეიცმა დაანოკაუტოს. თან ბლეიცას დასამტკიცებელი აქვს უკვე ბევრი რაღაცა თორე შეიძლება როზენ სტრაიკის გზას გააგდეს. ხო, რამდენიმე დღის წინ UFC როსტერზე ვნახე რა, Twitter-ზე, X-ზე. ხო, X. რაც უკვე X-ზე ძალიან ბევრი ან გაწმენდა მიდის რა. და მაგას იმიტომ გონია უკვე ყველა მებრძოლმა უნდა იგრძნო ყველა მოგებაზე რომ ანუ ასუფთავებენ უკვე რა. არასანახაურები ტიპები აღარ უნდათ UFC, იმიტომ რომ ადრე თუ ცოტა ძნელი იყო ნიჭიერი და ესეთი სანახაური მებრძოლის პოვნა დღეს ეხლა ბევრი მშიერი მებრძოლი არის, რომლებიც ცდილობენ რომ სხვადასხვა, კიდაც ევროპული ორგანიზაციებიდან, კიდაც PFL-დან, რომელმაც ბელატორი შეიერთა, ასე ვთქვათ. ჯერ ან თუნდაც ჩვენი ქვეყნის მაგალითად რომ დავუწყოთ, იმდენმა დაიწყო ვარჯიში და ჩემპიონებმა ინტენს მიცეს мотиваცია, რომ რავი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა და სანახაური მებრძოლი წამოვა რა. ჩვენც იმედია გვეყოლება რამდენიმე ჩვენ პოდკასტში მე რა. აუცილებლად გასწრაზე არა, მაგრამ მე იმედია გვეყოლება. აუცილებლად გვეყოლები. აუცილებლად. კუნიევზე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ზოგადად მებრძოლები, ბევრი მებრძოლი ყოფილა, რომ მოდიან სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, თუნდაც ევროპულიდან ოქტაგონ MMA-ს, შემდეგ PFL. მოდიან, მაგრამ აქ უკვე სხვა დონეს ხვდები. UFC-ის ლეველი სხვა არის. კი, დამტკიცდა მაგალითად პანტოჟას რომ მოუყვანეს, კაი ასაკურა ადამიანი, რომელიც იყო იაპონიაში ჩემპიონი, დაიცვა ქამარი, ორი წლის ჩემპიონი, უმაგრესი და ბევრს ჯეროდა კიდევაც, რომ აი კაი ასაკურა მოვა
და პანტოჟას აი ამ ასე ვთქვათ დომინაციას თავის სუპერსუბუქ უმსუბუქეს ზონაში უბრალოდ დაამტკიცებს და მან ჩანს კლასებს შორის განსხვავება რა. ეხლა ციდიაში ეშხუბი არის დაღესტანის რესლინგი და ამერიკის რესლინგი არის, მაგრამ აქ უფრო არის გამოცდილება და პროსპექტი რა. კუნიევ პროსპექტად ითვლება. ხოშორი საინტერესო ის არის კუნიევს აქ undefeated record დამომარცხებელია რა, მაგრამ ერთი წაგება PFL-ში. რომელიც მე გადააკეთეს no contest, ხო. რავი, მე მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, მაინც მგონია რომ კუნიევ ხო, მე ვერ დაგითანხმებ, მე მგონია რომ ზოგადად ესეთ ბრძოლებში ჯერ დებიუტში მithumetes კურტის ბლეიცისნაირ ადამიანს როცა ხვდები heavyweight-ში აქ ხო ის არ არის რომ მაგალითად არის რაღაც იბრძვის 61 კილოში 66 კილოში რომ დაგარტყავენ და მორჩა ხო ანუ შეიძლება არაფერი არ მოგივიდეს დაზიანდე უბრალოდ heavyweight-ში ერთი დარტყმა არის საკმარისი რომ რავი თვალები დამიხუჭოს მოკლედ საკმარისი და heavyweight-ში რავი ვის არა აქვს რა ხო ეს ერთი დარტყმა ყველასაკ კი და კურტის მე მგონია რომ პლეიცი თავიდან ნოკაუტზე გაიწევს აი მან გადაწყდება თავიდანვე გადაწყდება ჩემი აზრით პირველ რაუნდში გადაწყდება ჩხუბი დესიზენით დამთავრდება თუ ნოკაუტით რა მე მგონია მაინც რომ გამოცდილების ხარჯზე UFC-ს გამოცდილების ხარჯზე ეს სტატისტიკურად სწორად მიყვები რა სტატისტიკურად ძალიან ზოგადად ეგრეთ 2025-ში იმდენი დამომარცხებელი მებრძოლი დამომარცხდა უკვე იმდენი პროსპექტი ესე ვთქვა ჩა დაღესტნელების რბევა ხო არის თან იქნება გაგრძელება სხვათა შორის მგონია მაგაზეც ვილაპარაკოთ ცოტა ბოლოსკენ მოვიტოვოთ ბოლოსკენ ვილაპარაკოთ მაგრამ იმედია რომ მალე უკვე უშუალოდ ფაით კარტზე მოგვიწევს მაგის განხილვა უშუალოდ კარტზე საინტერესო ხარდი საინტერესო დავასრულეთ საინტერესო ბრძოლები ანუ ორი ჩხუბი ავშეთ მეცხოვარი და რაც ყველაზე კი და შეგვიძლია ჩვეულებრივად რა გადავიდეთ მეინ კარტზე რომელიც ძალიან საინტერესო არის აქ ყველა ბრძოლა არის ერთ-ერთი ნომინანტი შეიძლება იყოს შესაძლო ნომინანტი Fight of the Night-ის გადავიდეთ ბობი გრინი რუფი კი რუფი ადამიანი ფაითინგ ნერცის აი ამ გუნდის წარმომადგენელი რომელი გუნდითაც ყველა აღტაცებულია ყველა საერთოდ ჯინსილვა კაიო ბოჰალიო ანუ ეს ადამიანები ძალიან მაგარი და კარლოს პრატეში კიდე ერთ-ერთი ნოკაუტი კი აი ბობი გრინი რუფი ბობი გრინის ინტერვიუ ნახე არ მინახავს. ტედი პიმპლეტზე იძახის მაგასთან რო წავუჩუბი რომ აი ეს ბუფერიო ხო გაგიგიათო ბანანის კრიკზე რო ასრიალდება. ეგრე წავაგება. ხელი მქონდა ძმა მონტეხილი და აი ეს ექსკიუზები ცოტა ტეხავს ხო, ცოტა ტეხავს, მაგრამ არა, ექსკიუზები კონდეს. ეხლა თუ მართლა არ გაიტრამო ისე რომ ვერ გააგრძელებ ბრძოლა, მაშინ აღარ უნდა გააგრძელო. ხო, რატო? თუ შენ იმის იმედი გაქვს რომ შეგიძლია გაგრძელება და რაღაცა, მაშინ მე არ თქვა რა. აბა რომ მოიგო ხო არა შეიძლება თუმცა ხო პიმპლეტი აღმოჩნდა უკეთესი მებრძოლი ჯობია რომ უფრო მეხუთკიზე ვილაპარაკოთ კი რუფი ვინი იმდენად აღარ არის ჩემთვის საინტერესო მებრძოლი რამდენადაც რუფი იცი როგორ არის ბობი გრინი არის ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლი ზოგადად ადამიანებისთვის ვისაც შოუ უყვარს MMA-ის ფანებს ვიძახი იმიტომ რომ ეს კაცი რავი უამრავი ჩხუბი აქვს ჯერ ჩატარებული. რუფისთანაც ეგრე იქნება, კი. ეგ არის ადამიანი, რომელიც არ გადაუხვევს თავის. მაგიტომ მგონია რომ ძალიან კაი ჩხუბი იქნება ეს. კი, უბრალოდ ბობი გრინზე ზოგადად ვინმე რო იფიქროს რომ რაღაცა ჩემპიონო მიზნები კონდეს რა რაღაცა ეს დაივიწყეთ. უბრალოდ მანიფაითები რა. მანიფაითები და ბონუსები. მოტივაცია, ხო, ბობი გრინის ჩემპიონმა ნახდად აღარ არის და რუფის კიდე პირიქით ერთადერთი მოტივაცია რაც არის ალბათ. რაც შეიძლება ზევით მივიდეს და წავიდეს მალე. საინტერესო ფაქტი კიდე ის არის რომ ამ ქარტზე არის ძალიან ბევრი ბრაზილიელი. აი ძალიან ბევრი. ეს ხო ბრაზილიელებმა ხო რევოლუცია. პერეირას გავლენა ის. ძალიან მაგარი. თან ბრაზილიელები ძალიან ჭირები არიან, მაგით პარვეზი გავლენა უნდა და ჩვენ ქვეყანასთან ბრაზილიელებთან. რა იმდენი ფაითერი მოდის ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით. რომ აი გონია რომ ილიამ რაც ხვა თავის დროზე ვოლკანოვსკისთან რევოლუციას წარმოადგენო MMA-ისო აი ზუსტად ეგრეა სტავამოდის რა კი ყველა ეგეთი ანუ აღარ არის ის დრო აღარ არის რომ მაგალითად
ადამიანი გამოდის სტრაიკინგით, მეორე გამოდის ვთქვათ ჭიდაობის ბექგრაუნდით და ჭიდაობა იგებს თუნდაც. ან შეიძლება სტრაიკინგი იგებს. ადრე რო იყო კინოები და იმდრო გამოდიოდნენ და ზოგი ქუჩი. ხო, ანუ ეხლა ეგ დრო წავიდა მოკლედ. ეხლა მოდიან ადამიანები, კი, ეხლა მოდიან, რომლებიც ყველა საბრძოლო, ასე ვთქვათ, ხელოვნებას ფლობენ ერთნაირ დონეზე. მაგარი, ზოგი decision master-ი. კი. decision master-ი ვახსენე და მოდი მაგ ტარნერი ბაჰამუდეზე გადავიდეთ. ესეც ამასანა. პიკი დაგვაუწყდა რუფი. აუ, ისევ ვიყარაკეთ. ინცებში ხო. ისევ ვიყარაკეთ, როგორი ნატელია. მოკლედ რუფის გამარჯვება გონია, ვადამდელ გამარჯვებას ვფიქრობ, მე დავამატებ, მგონია რომ რუფი გაიმარჯვებს სავარაუდოდ ნოკაუტით. სავარაუდოდ. მე ნოკაუტით თუ ნოკაუტის გარეშე ვერ გეტყვი, მაგრამ გამარჯვებაში გონია აი მინიმალური. კარგი ჩეხაობა შეიძლება იყოს რა. მოსაწევად ისე მგონია, იმედია ხარ მოიგებს კლინტონ. დიდი სიამოვნებით უყურებ ამ ჩხუბს. კი. ხო, გადავიდეთ რა. ძალიან მაგარი ჩხუბი არის. აი ძალიან ტანერი ბაჰამუნდესი. decision აქაც მე მგონი გაიყოფა ჩვენი აზრები ალბათ. მე ეგრე მგონია. გადაწყვეტილებით გეპტიფებზე მივედით და ბილალ მუჰამედისთან ეკონდელი არის ბაჰამუნდესი და შეხვდა მანდაც ბაჰამუდის სიტყვები რომ გავხდებიო ჩემპიონია რა. ბილალ მუჰამედმა мотиваცია მისცა თავის გუნდს. Remember the name. მაგრამ ბაჰამუნდის ცოტა ისეთი ტიპი არის რა. არ გავს ბილალ მუჰამედის გუნდს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. ძალიან კიქებია. ვინა წირობით გავს და კეფაში რო ხეხს კი. მაგრამ არანაკლებ ტალანტულა. კი, არანაკლებ ლამაზად ჩხუბობს ტარნერი, რომელსაც რიგ შემთხვევებში, რიგ ბრძოლებში არ გამომართლა. და აი მძიმე ხელები რო ვახსენე წერან, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ხელები აქვს ამ ადამიანსაც, რომელიც რავი, სუნოკაუზე იწევს და ბაჰამუნდესიც. კი, ეგეთი არის ბაჰამუნდესიც და ერთადერთი ტარნერზე რაც უნდა ითქვას, რომ ჭიდაობას რაც შეეხება, ჭიდაობის კუთხით გარდიდან საფრთხეს ვერ ქმნის ეგ მებრძოლი, რას ანუ ყოველ შემთხვევაში განლულმა ბრძოლებმა ეგ გვაჩვენა. თუმცა თუ თავად არის, ასე ვთქვათ, გარჩი არ არის და თავად უტევს, ძალიან კარგი ჯიუჯიტსუ. მაგაც გააკეთა თუნდაც აქცენტი, რომ ძალიან დავხვეწეო ჩემი გრიფლინგ სკილები. კი. და ძალიან უყვარს რენე კეიჩოუკის გაკეთება. ძალიან კარგადაც გამოსდის და არმბარებიც ძალიან კარგად გამოსდის და რავი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი matchmaking-ია, ასე ვთქვათ, ტარნერი ბაჰამუნდეს. გამოსtildeება დააგროვა. კი, ბევრჯერ იჭხულა უკვე, კი. ძალიან კარგი გამოსtildeება დააგროვა. ისეთ ტიპებს შეხვდა, რომ გამოცდილების მხრივ გონია, რომ ეხლა ბევრად გამოცდილი ტარნერი შევა ბაჰამუნდესთან რა. კი, გამოზომი. მე მგონია, რომ გამოზომი. სიმაღლეშიც, რიჩშიც, კი. ძელი ხელები აქვს. უბრალოდ მე მგონია, რომ უფრო გამოზომილი იქნება ტარნერი, იმიტომ რომ ბოლო ორი ბრძოლა წაგებული აქვს. და სპლიტით აქვს წაგებული, კი. ერთი წააგო დენ ჰუკერთან თუ არ ვცდები. თუ არ ვცდები დენ ჰუკერთან წააგო. ჰუკერიც უნდა უყოლოდა ამ ქარდზე, რა. და გამროდთან წააგო კიდე. იქ ჭიდაობით იცი რატო? აი კაკრას წეღარასაც ვიძახდი რა, რომ ზევიდან მოკლედ გარჩი იყო ტარნერი და ვერაფერს ვერ აკეთებდა გამროდმა მთელი 3 რაუნდი. აი ესე მიიყვანა ბრძოლა ბოლომდე და ფეხზე რო იწყებოდა ჩხუბი. ფეხზე ეგრევე არ წყავდა ტარნერი. ხო, ხა ესე მიხვიდე ტარნერთან და მოდი ფეხზე ვიჩხოთ არა. ხო, არ გამო. მაგიტომ გონია რომ ბაჰამუნდეს თავისას იტყვის რა. ნახოთ, აქაც გაიყო მეგობრებო. ისეთი მაგრამ მევასებიან, აი კიკებს რო იქიდან შორიდან სადღაც. სოიჩი იღლიდან რომ ამოიტანს და კეფაში დაარტყამს ფეხს და. კი, ანუ მაგაზე აგეკამათები ძალიან ლამაზად ბრძოლობს ბაჰამუნდესი, თუმცა სხვა შორის ანდერდოგი რომელი არის? ანდერდოგი არის ბაჰამუნდესი. ბაჰამუნდესია ანდერდოგი. მოდი გადავამოწმო. მე მგონი ტარნერი არის ანდერდოგი. ტარნერი არ მგონია რომ ტარნერი ანდერდოგი. ყოველ შემთხვევაში მეგობრებო, მე ჩემი ფიქი იქნება რომ ტარნერი მოიგებს. არ გაინტერესებს ფავორიტი ანდერდოგია. იდეაში ეგ არ გაინტერესებს, მაგიტომ აქვს საინტერესო ფიქი. მე მგონია რომ ტარნერი მოიგებს სულ ანდერდოგი. მაგიტომ არა ერთ წამი არ გავაგრძელოთ, უნდა გადავამოწმო, მაგრამ მე რატომ გაგონია რომ უნდა იყოს ფავორიტი ტარნერი. მე რო ბუქმეიკერი ვიყო ტარნერს. ბაჰამუნდესი არის ფავორიტი ხო? კი, მეც ეგრე მეგონა რომ იმიტომ რომ ტარნერს წაგებული აქვს უკვე რა. საკმაოდ აქვს წაგებები რომ
underdog-ი იყოს. მაგრამ მე მაინც მგონია რომ თავისა სიტყვის. ხო, top 15-ში შესასვლელად. ტანის 13 პოზიცია უჭირავს. და ორი lightweight-ის ბრძოლა გადაემეო ერთმანეთს, ორივე რანკედი. ხო. ხო, გადავიდეთ. აი, Justin Gage, Rafael Fiziev, ამაზე იმდენი მაქვს ალაპარაკო, ოღონდ მართლა იმდენი მაქვს ალაპარაკო. შეგიძლია დაიწყო. რემაჩია Gage Fizievis მაგი უნდა ყოფილიყო Dan Hooker-ი და პირველ რიგში მადლობა Fizievs რომ არ წაგვართვა ამ ჩხუბის ნახვის შესაძლებლობა. კი, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ რავი, მგონია რომ წარმოუდგენელ კონცეფტში მიიღო ეს ბრძოლა რა. ყველა მომარი თქვა. Gage-მა თქვა პირადად რომ ყველა მომარი თქვა და ტაილანდიდან ჩამოვიდა Fizievi. იცი Fizievმა რა თქვა, მე Gage-ის მადლობელი ვარ, რომ შანსი მომცა ისევე, იმიტომ რომ პირველ ბრძოლაში დაჯაბნა რა. მართლა დაჯაბნა Gage-მა. პირველი რაუნდი Fizievმა წაიღო ჩემი აზრით, მეორე მესამე გამოცდილება. მაგრამ ძალიან მაგარი ჩუბი იყო, fight originality იყო ეგ ჩუბი. კი, ზოგადად Gage ოქტაგონზე თუ შედის, რომელ ქარდზე შედის, იმ ქარდზე ბონუსი გარანტირებული. კი, ძალიან კაი ჩუბი იქნება. ეგრე ვფიქრობ, მაგრამ აი Dan Hooker-ი რო ყოფილიყო Fizievis ადგილას იქნებოდა, რავი, ძალიან მაგარი სანახაობა ჩემი. ეხაც არანაკლები სანახაობა მგონია რომ იქნება. Dan Hooker-ი რომ ყოფილიყო, ძალიან ბევრ სისხლს ვნახავდი. ძალიან. Gage-ის პოზიცია არის კიდე საინტერესო რა. Gage-ის ბოლო ბრძოლა Holloway-სთან მეხუთე რაუნდის ბოლო წამზე ფსიქოლოგიურად იძახით, ხო? ხო იცი რა თქვა. ნუ ერთი ეგეთიო და მე ვაღარა ხო? იმენა არა, აი პროსტა არა. და თან ისიც თქვა რომ Fizievმა რომ დამიძახოს უშუალოში მოდიო, უეჭველი მივაო რა. Gage ხო მაგიტო აი მე მაგიტო მევასეო. მაგიტო აი იმენა ტიპი შანსი არა იშუბოს და სანახაობრივი ჭყვი არ გამოვიდეს. ხო, მაგიტოა სულ. რამდენი წელია უკვე სტაბილურად ტოპ პოზიციებზე არის. კი, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო არის lightweight-ში. აქედან Fizievმა ის დაახვედრა რომ მე წინაზე საუბრად ვიყავი გასული და Gage მოსაგებად გამოვიდა, მაგიტო მომიგო. არა, ძალიან საინტერესო იქნება. მაგ აი ცოტა გადახვევა რომ გავაკეთოთ მაგ ჭუბზე რა. პირველი რაუნდი მოიგო Fizievმა, მაგრამ მეორე მესამე რაუნდში იმდენად დიდი იყო უპირატესობა. მე მგონია რომ takedown-ი არ ქონა გაკეთებული Gage-ის. და სპეციალურად გააკეთა მესამე რაუნდი. იმიტომ რომ მან ბოლო არა, წაღებაზე არა. ანუ მან დიცი რა თემა ქონდა Gage-ის, რომ ყოველთვის იძახდნენ, რომ აი takedown-ს არ აკეთებ, არ შეგიძლია. ვერ აკეთებ. გაუკეთა მესამე რაუნდში და რავი, მე ეგრე მგონია, რომ ეგ განცხადება იყო. ახლა ჩუბი იყო პირველი რაუნდი ხო გამოკვეთილ Fizievმა წაიღო რა. ვერავინ ვერ შეგეკამა და მე მგონია მაგაში. არა, მაგაში ვერ შეგეკამათ. მეორე ხო Gage-მა მოიგო გამოკვეთილად. მესამე რაუნდში აქედან Fizievმა გაუტარა დარტყმები, იქიდან Gage-მა გაუტარა დარტყმები და აი ბოლოს Gage-მა რო აყოლა, აი ბოლო ერთი აფერქათები რო ურწყა. გონია რომ ისე აყოლა Gage-მა რომ აი takedown-ი იმიტომ უნდა რომ სიო რა. შანსი არა. ეგრე ვფიქრობ, რავი. შეიძლება. სხვანაირად და ყველანაირად ასე მივიღე მე, მაგრამ მე რასაც უყურე, ეგრე ვფიქრობ, რომ პროსტა განახდება იყო ეგ. Fizievსაც აქედან შეუძლია რომ ეგრევე კონტენდერებში აიწიოს. პროსტა ცოტა უნდა დაისურვოს. ხო, აუცილებლად დაელოს უეჭველი. ხო, მესამე ნომერია Gage, მე-11-ია Fiziev. ხო, მაგრამ აი იცი რა არის, ზოგადად short notice-ი ძალიან ურტყავს ზოგადად ბრძოლის ბეიტს რა, კონკრეტული მებრძოლისთვის. რა არის მზადები ბრძოლისთვის. თან მე ვერ ვხვდები ზოგადად რა უნდა შეიცვალოს წინა ბრძოლისგან განსხვავებით, იმიტომ რომ წინა ბრძოლა რომ ჩატარდა Gage-ისაც და Fizievსაც ჰქონდა სრული კემპი. 6 რამდენი თვეც იყო ზუსტად არ მახსოვს, თუმცა სრული კემპი ჰქონდა ორივე ჯამრთელი იყო, არც ეს ტრაუმები არ მიუღია, შევიდნენ ოქტაგონზე ჯამრთელები, კარგად, მაგრად და Gage-ი მოიგო. მე მგონია, რომ წინა ბრძოლას ერთი რაუნდიც რო დაამატო, Gage-ი გათიშავდა. რავი, მე ეგრე მგონია რა. რავი, ისეთი ჩუბა არა, მან ისეთი ზიანი ჰქონდა ბოლოს Fizievს, თვალი ჰქონდა, რავი. ხო, მაგას ვიცი რა. მესამე თვალი ჰქონდა გამოსული. ფიქი რა არის შენი? რა ვქნა რა, არ მგონია რომ Fizievi? არა, Gage. ხო, რა თქმა უნდა. სხვადასხვა მეორე ფაქტორია მაგისთვის და ეხლა ვნახე რომ underdog-ია. Gage? ხო. რა სიძახი. აი ვერ ვხვდები, პროსტა ვერ ვხვდები. აუ როგორ შეიძლება? აი ხა ცოტა ბუკმეიკერებზეც რო ჩავთოთ რა, აი როგორ შეიძლება ადგე ადამიანი შეხედო ბრძოლას აი რაღაც რა 2 წელი არა ხო გასული მე მგონი. მე თაგლითი ხო ვაყავთ. მოიკანე. არის ეს სპეციალურად ხო არ ადგენს ესეთ. ანუ ამ მებრძოლებმა ხა არ არის ისე რომ 7 და 8 წლის უკან იჩხოს ან 5 წლის უკან ხო იჩხუბეს 1-2 წლის უკან მოიგო Gage-ი
და ეხლა შორტონთიზე შევარდა ჯიგარი ფიზიევი და ფეივორიტი არის რავი ანუ არასწორი მგონია მაგრამ რა ვიცი მე მაინც ჩემი პიკი არის გეიჯი გეიჯი მე კომენტარიც გააკეთა ნუ ლაითვეიტში ეს ორი ჩხუბი მიება ერთმანეთს და მაგრამ ისიც ვთქვა რომ ისეთი კომენტარი გააკეთა რომ ამოვიდაო ილია ლაითვეიტშიო და ისედაც ძალიან საინტერესო ლაითვეიტი უფრო საინტერესო გახადა ხო ანუ ლაითვეიტში თავმოყრი ხო მართლა ოლსტარი კი და ერთი ეგრეა იმენა ოლსტარია ამ ბრძოლაზე რა ერთი კითხვა მაქვს ეხა წინა მორჩა დესიჟენით როცა ყველა ელოდებოდა რომ იქნებოდა ვადამდელი გამარჯვება როგორ ფიქრობ მორჩება თუ არა ბრძოლა და საჯების გადაწყვეტილებამდე მივა თუ არა გეიჯი რომ არა რა მგონია რომ მივიდეს გეიჯი რომ ნორმალური ადამიანი იყოს აი ცოტა რა ნორმალური დალაგებული ხო აი ეგეთი ტიპი რო არ იყოს ეგეთი როგორ თქვა რა ჩეხაობის მოყვარული ადამიანი ალბათ გეიჯის ადგილას ყველა იზრუნებდა იმაზე რომ რამენაირად არ მოხვედროდა და არ გათიშულიყო რა მაგრამ გეიჯი რო ვიცი იქიდან ფიზიევიც მოდის და ცოტა რთული არის ხა შეხვდებიან ცენტრში ხო წონა ჩააბარო კარდიოსაც უტყამს ჩემი აზრით კი არ დაუტყამს ქეჩვეითი ხო არ არის უიჭველი არა ქეჩვეითი არა ქეჩვეითი ჩაულებრივად ცარუკიანმა ო ცარუკიანი ვიცით რომ წონას ვერ იკლებს ცარუკიანმა შეთავაზა ქეჩვეითში მაგრამ დაარეჯექტა რა UFC არ აწყობათ ერთ ქეჩვეითი ხო არა ეხა ქეჩვეითი თვითონ გეიჯისაც რავი რატომ აწყობდეს ფიზიოს რავი ალბათ 1000 მადლობა უნდა გადავუხადოთ მაგის გამო რომ ეს ბრძოლა არ ჩააგდო. გადავიდეთ. აი ეხლა ანუ გეიჯი შენს. კი, აუცილებლად, გეიჯი. საინტერესო. მაგრამ სიამოვნებით ვიხილავდი ფიზიების გამარჯვებას. ვინდა რაღაცნაირად მგონია რომ იმსახურებს რა აი ესე თავგანწირვაზე რომ მიდიხარ სადღაც რაღაც იმედი გააქვს და გჯერა შენი თავის და ეგეთი ტიპები. შენი თავის თუ არ გჯერა UFC არ გამოვიდა არაფერი. და გადასვლა გვინდოდა პერეირა ანკალაევიჩი ყუბზე რა. მე ფიქს თავიდანვე გავაკეთებ. ფიქს ანუ იმიტომ არა რომ სტრატეგია ანალიზი და რაღაცა, მაგრამ მგონია რომ UFC-ს ყველა გულ შემადგენლად ალბათ უნდა რომ პერეირა მოიგოს რა. ნოკაუტით. კი, იტალო ნოკაუტით. აი ძიმე. ბიჭა, ხო, იქიდან ანკალაევის ეგრე ხო, ანუ ვერ იტყვი რა. აი ვერ იტყვი, იმიტომ რომ ანკალაევი იბრძვის თავისი ოცნებებისთვის, ესე რომ ვთქვათ რა, მისი ოცნება იყო. რომ მოსულიყო ჯერ UFC-ში, ვინც არიცით UFC ემბედიც უყურეთ, მან და ანკალაევის ისტორია არის, რომ მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. და მის კისერზე გადავიდა, ასე ვთქვათ, ეს ოჯახური პრობლემები და MMA-ის ვარჯიშიც მაშინ დაიწყო, ნენელა, მოკლედ ნენელა და მოვიდა UFC-ის ოქტაგონამდე. ეხლა მაგით რომ გავარჩი, რომელს უფრო საინტერესო ისტორია. ნუ პერეირასაც ეხა რავიან რა. პერეირა. საბურავებს ბერავდა და გონია რომ პერეირა კარიერას რო დაამთავრებს, ისეთი დოკუმენტური ფილმი გამოვა მაგაზე, რომ რა IMDb ექნება 9-დან. ძალიან მაგარი, აი ფილმის ისტორია აქვს მართლა რა, ბრაზილიიდან და მადლობა ისრაელ მადესანიას, რომ საშუალება მოგცა. პერეირას ერთ ხუთი გვენახა. კი. ძალიან დიდი მადლობა. იზი მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. იზის და ალექს პერეირას რაივალი იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ახლა აუ რა ბედნიერი იყო იზი, აი ეგ იყო, ეგეთ ბედნიერი ალბათ ცხოვრებაში რომ მოიგო პირველად ეგ ტიტული, მაშინაც აიქნებოდა ეგეთ ბედნიერი. დახტოვდა არის. ანუ მაგის მერე ტიპი ადგა და რავი რა, ანუ აღარ უჩხუბია რა, ეხა ისე რა იმენა. თორე ეხა რავი სტრიკლენდი რა, ეხა ანუ პერეირა გათიშა ტიპმა გავიდა რაღაც პერიოდი 6 თვე დაისვენა, კემპი რაღაც ისეს, შეხვდა სტრიკლენდს ბოდიში და სტრიკლენდმა ცემა. ცემა მაგრად ცემა. სტრიკლენდი მაგიტო ისეთი თავგაჯერება მის. ხო, ისეთი თავგაჯერება შეურაცხყოფა მიაყენა. ხო, მოტიო იმენა. ხო და რა მე მგონია რომ მოტივაცია გახსოვს იმ მომთან ჩხუბზეც გეუბნებოდი მე ადესანი. ხო, მე არ მეჯერა სამწუხაროდ. როგორ გინდა დაიჯერო რა. ხო, იზიზე ვერ დაიჯერებ, ეგრე მძიმე დრო. მაგრამ მგონია რომ ეგ დრო წავიდა უკვე. კი, მიუბრუნდეთ მოდი პერეირა ანკალაევს და ანკალაევზე მოკლედ ესეთი რაღაც მაქვს სათქმელი, ეს ადამიანი სანამ ჩხუბი ჩაინიშნებოდა ბრძოლა უпростоრეთ ანკალაევი ინტერვიუში ძახდა რომ აი მე ფეხზე დაუდგებიო და პერეირასო გავთიშავო, არ არისო პრობლემაო რა. გავიდა დრო ჩაინიშნა ეს ბრძოლა და გამოდის ეს ადამიანი ისევე ინტერვიუში იძახის რომ თუ ხარ მზადო 25 წუთი ჭიდაობისთვისო. ხო და როგორ ფიქრობ? ეხლა მე მაქვს შენთან კითხვა ესეთი რომ როგორ ფიქრობ, როგორ წავა ბრძოლა?
მართლა იჭიდაოს 25 წუთი? არა მგონია რა. აი, პროსტა არ მგონია რომ 25 იჭიდაოს. ანუ არ არის ეგეთი მაგარი მოჭიდავე რა. პერეირა ბევრი იძახის რომ ადესანია მაჯობა მიწაზე პერეირასო, თუმცა იმ ჩხუბის მერე გავიდა საუკუნე. ვარჯიშობს რამდენი ხანი? ძალიან დიდი ხანი. კიდე რამდენი იყო? 43 იყო მეგონი? ჩემპიონი რო გახდა? ხო, 40 პლუსი იყო, ტეიშეირა ჩემპიონი რო გახდა. ბერი ჩემპიონი. წავიდა ტეიშეირა, მოვიდა პერეირა. მოვიდა პერეირა. და რაღაცა ბრაზილიური. და ანუ ეხა თუ ნახე რა, აი ვიდეოები რო იდება კემპის რა. ჯერ ხო ის ცალკე თემა არის რომ პერეირა არ ვარჯიშობსო, მაგას ცალკე შევეხებით რა. ვიდეოები რო იდება რომ ტეიშეირა და პერეირა არ ვიცი სად არიან, მაგრამ ყინულში დარბიან და ჭიდაოში ჭიდაობენ. ხო, ანუ მე მგონი მაგალითი აიყო რა მაგისგან და მეორე რაც არის რა, რომ პერეირა არ ვარჯიშობსო და კემპი არა აქვს რომ იძახიან. ეს არის რავი, ანუ შეურაცხყოფა არის ამ მებრძოლის ჩემი აზრით, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი უდიდესი არ მებრძოლზე არ მაქვს საუბარი, სპორტსმენი არის რა, ერთ-ერთი უდიდესი პერეირა და არ არსებობს რომ მაგომედ ანკალაევის წინააღმდეგ ადამიანი ჩხუბობდეს დედამიწის ზურგზე და ის არ ვარჯიშობდეს მისთვის. და აქედან გამომდინარე შეიძლება გათვლაც იყოს რა. მაგრამ ხომ კითხე ანკალაევის გისმენ. მე კითხავ ეხლა შენი აზრით პერეირა გამოიყენებს იქებს? პერეირას კიქები იცი რა არის? აი ეგ რა იყო, აი უდელობას აიგავს რომ პერეირა ყოფილიყო, მგონია რა დაამტრო. მე მგონია რომ ყველაზე მეტად პერეირა ამუშავებს ლოუ კიქებს. ხო და ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბლახოვიჩთან გამოჩნდა, ნუ ჯერ ის ბრძოლა კი მოიგო ანკალაევმა ამ შემდეგ, მაგრამ აქ მთავარი ის არის რომ ანკალაევის ფეხები არის დაზიანებადი. უდელობასთან კი რა ბლახოვიჩთან იყო ეგ შხუბი, შემეშავა. ხო, ბლახოვიჩი. ბლახოვიჩთან რომ იმას უტანკალა. კი. ლოუ კიქები, ოღონდ ტანში და თავში ცოტა ისეთი არის რა, უფრო სარისკოა, იმიტომ რომ დაგიჭერს და შეიძლება გადაგიყვანოს. ლოუ კიკი ისეთი არის, რომ ზოგადად ბრძოლაში ლოუ კიქები გადის, რავი, 20-დან შეიძლება 10 წარმატებულად გავიდეს და ისიც, რასაც ჩეკავს მებრძოლი, არ არის, რომ არ ტკივა. ჩეკია, მაგრამ დაზიანებას იღებს მაინც. ის ჩეკით დააგდო პერეირა. ხო. ხო და რავი რა, კიქები ლეფტუკი რა, მე მგონია რომ პერეირა მარტივად არა, მაგრამ იმედი მაქვს რა უფრო მგონია. მარტივად არა, მარტივად. ანკალაევის მგონია რომ ანკალაევის საუკეთესო ვერსიას ვნახავთ, ალბათ. საუკეთესო ვერსიას შეიძლება ვერ ვნახოთ, იმიტომ რომ რამადანი ხო, ესა ერთ-ერთი მთავარი დიდი ფაქტორია. ფაქტორი კი. ის ნახე, ის რა გააკეთეს, საჭიდაო ფორმით. აი ეგ მაგ ფორმით რომ გამოვიდეს არ ვიცი რა. რა, პერეირას პირველად ნახოთ გახინებულს. მართალი ხარ. ოქტაგონზე შეიძლება. კი. ნახე შენ. აი რა ვიცი რა, ვენუმა თუ ეგ რავი შორტი არ ქვია, კომბინიზონი თუ და აუ, მაგ ცოტა რაღაცები ჩამოწერილი. პერეირას უმაღლეს ფუნქციითონის ვიხილავთ. აუ, ეგ რანდრისთან პერეირას ეგეთი თუ ნახოთ ანკალავი ალბათ გადახტება. აი პერეირას ჩხუბში აქ ეგ რა, თუ იგრძნო მომენტი, აი flow state-ი ეხსნება და აი მან ხელს ვერ გაარტყავ და ხელს მოგარტყავს ყველას. თან როგორია ოდნავ მოთხმაც რაც გიშევა და იქ რანტრის რაც გაუკეთა რა, იქ იყო უნდა ამოჭრა. იცი რა არის? აი რანტრიმ უბრალოდ მან გვანახა რომ პერეირასთან მოგება თუ გინდა გამძლეობა უნდა გქონდეს, ანუ მე ვიძახი თვითონ სტამინას ვიძახი რა, ანუ სირბილი უნდა შეგეძლოს მოკლედ რა. შენ თუ 5 რაუნდის სირბილი შეგიძლია, მაშინ შანსები გააქვს პერეირასთან. კი, მაშინ გექნება შანსები. აი ზალალმა როგორც ირბინა იმასთან კატართან რო ირბინა, აი ეგრეთ უირბინა. ხო, ანუ ეგ იყო რომ განარდებული ქონდა რა. ხო და ჩემი ფიქი ფიქებამდე პერეირა მიდის რეკორდზე. დაცვების? დაცვების რეკორდის ხო? არა, ვაფშე ზოგადად. 4 კალენდარ კალენდარულ წელში პერეირამ თუ ეხლა კამარი ისევ შემოიხვია წელზე, მე-4 იქნება ერთ კალენდარულ წელში, რაც არის რეკორდი. თან როგორი რეკორდი? აი მესის 91 გოლი რო არის, ეგეთი რეკორდია ჩემთვის. კი. ძალიან დიდი ხანი ვერ მოხსნის ვერავინ, მაგრამ იქიდან მეორე ხრიდან რო შეხედო პერეირა აღემატებოდა რა ორჯერ ალბათ პროხასკასაც, ჰილსაც, რანტრისაც.
აღემატებოდა, მაგრამ ვერ იტყვი რომ იყო იდეაში თავარი სადებატო თემა ვინ გახდება 2024 წლის საუკეთესო. კი, ორი მოგება, სამი მოგების წინააღმდეგ. ხოლმე ვულკანოსკი და ჰექტო ხაშკავა. იცი რა არის, ჩემი აზრით სამართლიანად მოხდა ის ფაქტი, რომ ორივე დასახელდა, იმიტომ რომ 2024 წელს ზოგადად ერთ წელსო აიღებ წონის ჩაბარება ცალკე ტკივილი არის მებრძოლებისთვის რა და როცა შენ დგები და სამჯერ აბარებ ესე წონას და მე გადიხარ ოქტაგონს და თიშავ შენ მოწინააღმდეგეებს ეს რა ვიცი ჩემი აზრით ორივეს რომ იცეს ეგ ტიტული ასე ვთქვათ 2024 წლის საუკეთესო მებრძოლის ჩემი აზრით სამართლიანი არის ხო და ეხა ანკალავშას თუ მოიგო და კიდე ზედაწონაში ავიდა იცი რა არის ილია მახაჩევს თუ შეხვდა და მახაჩევს დარწმუნებული ვარ რასაც უნდა იმას უზავს ძალიან მგონი აი ეგრე მაგრად ქართველი რო არის მარტო მაგიტო არ ვინდა და ქართველი რო არის მაგის გამო კი ცალკე შემატკივრობ და მინდა რომ ძალიან წარმატებული იყოს მაგრამ ისე ჩხუბობს ეგეთი ლამაზი ბოქსი ეგეთი ლამაზი ჩხუბის სტილი არავის არ არის ხო თან მან იცი რას უნდა დაუკვირდეთ კიდე რომ შორსწავლ ფიქი გამოკეთოთ და მე ვიყარებ კი ბატონო მოკლედ ფიქს მაშინ ჩემი ფიქი არის რომ პერეირა თუ მოიგებს TKO-ან KO-ით რა გადაწყვეტილებამდე თუ მივიდა დიდად არ ამგონია რომ ანკალავმა გადაწყვეტილებით მოიგოს ანკალავზე კიდე ერთი რაღაც უნდა დამემატებინა ჭიდაობასთან დაკავშირებით რა ყველას რომ მგონია რომ ჭიდაობა აქ რაღაც საოცარ დონეზე არ არის ეგრე პოლ კრეიგმა მოკვდა ანკალ კი დებიუტი იყო გასაგებია იმის მერე დიდი დრო გავიდა გაიზარდა როგორც მებრძოლი თუმცა მოკლედ ეგეც განსხვავება მაგურ შორის რა ანკალავი ფერჯერ ნახეთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში და პერეირა ცუდ მდგომარეობაში ნახეთ რაკიჩთანაც არ მოუგია ისე რა აი ხო ხდები რა აი გადავლა რომ უნდა ყოფილიყო გადავლა არ ყოფილა მოგება იყო თუმცა ხო ხდები რა ხო და ჩემი ფიქი არის მოკლედ TKO-ან KO backstage-დან გვატყობინები რომ ძალიან გაგეწელა და ანუ მე ზოგადად ხო ანუ მე მონტაჟი ვინც ყავს ნერვიულობს თავ შეიძლება ბევრი მოუწიოს და ჩვენი სპონსორია ჩვენი მე მონტაჟი ხო და შენ სავარაუდოდ ხო პერეირა შენიც ალბათ ხო ხო უფრო ზოგადად თუ რამე კონკრეტული ნოკაუტი მაგალითად როგორი მომენტია იცი აი ანალიზზე მეტად ვინ მინდა რომ მოიგოს იმას მიუყვები ხო ნუ ზოგადად პერეირა გადაცემას ანალიზითაც რომ იყო საბოლოოდ უეჭველი მაგდას კონდე მეგონება რომ პერეირა მოიგებს ეხაც ეგრე მგონია თუმცა რომ პერეირა მაგ კიკებს გამოიყენებს და აი რასაც დაალეწავს ფეხებს ხო განადგურდა ხო პერეირას ლოუ კიკებზე თან ლეგენდები დადის სასწაულად უტყავს და ეს იყო მეინ ივენთი ჩუბი ბატონო 5 რაუნდიანი საჩემპიონო პრინციპში გავიარეთ მთლიანი კარდი ძალიან მოდი ფიქები შევაჯამოთ ახლა ფიქები შევაჯამოთ კი ბატონო ანუ ფერეირაზე შევთანხმდით პლეიც კუნიევზე გაიყო ჩვენი გაყოფილი გადაწყვეტილება ბობი გრინი რუბსზე შევთანხმდით სპლიტ დეს ტანერი ბაჰამონდესი სპლიტ დესიჟენი კი ბატონო და გეიჯი ფიზიევი პერეირა და ანკალავი ერთსულოვანი ხო კარგი ორში ვერ ვემთხოვით რა ხო ნახოთ აი შემდეგ ეპიზოდში მაგაზე ვილაპარაკოთ მე ეხლა ბოლოსკენ რა მინდა რომ ცოტა ქართველებსაც შევეხოთ რა ქართველებს ჯერ ოღონდ სანამ ყველაზე ცხელს შევეხებით ჯერ მოდი მერაბს შევეხოთ რა აი რას ფიქრობ მერაბის მომავალი მებრძოლი ვინ იქნება და რატო რომალი იქნება რა მეტი აი რატო ხოწება მაჩხუბე თუ თვალიშულად იცის რომ მანისან და აი შენი აზრით რა განსხვავებული დასასრული შეიძლება ქონდეს არანაირ მერაბთან სანამ მერაბს არ მობიზრდება აი სანამ მობიზრდება მართლა თუ ფიქრობს მართლა ფეზერბეიჯი ასლა მეგონია რომ სანამ თვითონ არ გადაწყვეტავს წასვლას მაგზომიდან კამის დათმობას ну ისიც თქვა ალექსანდრე თუ მოვიდაო საქანონმდებლო ავიღებ კამარსო და ეს დაუდება მის მომაგასთან არ ვიჭმო შანსი არა იმიტომ რომ ანუ ასახსაც რო შევეხოთ იმ ხელა კარდიო ხალხოთ 50-ში რო იქნება მაშინ იქნება ამა ტიტული კარდიო რა შეუგებრიო იმიტომ რომ რავი ადამიანი მაგნეს ვარჯი შევდეს მაგიტო იძახის ხოლმე და მაგიტო არის მერაბ თვალიშვილი ადამიანის შრომის განსახილველი აი მაგ კარდიოზე რა აი მაგ კარდიოზე კაკრას რა იმაში რო არის ფილმის სახელი დამავიდა ეს რობოტები რო არიან რა ზეუსი და ატომის შუბი რო არის ბოლოს
ხო real style მაგ ფილმში რო არის ბოლოს რომ ეს ატომი რო დგას და ელოდება როდის დაიკლება ზევსს რა აი ეგეთი ტიპია თან ვერც აზიანებენ იმ რაუნდებში აი რობოტია რა მეშინ ყველა და არის რა მეშინ ხო და მე მერაბზე ანუ ერთი რაც უნდა მეთქვა შონომალისთან კამარი რო აიყო დენიელ კორმიე მეორე დღეს მივიდა ვეგაში ცხოვრობს მოკლედ მერაბი და მიაკითხა სახლში და ჩვენმა ძმამ ვატომ გაუყო კარები ვატო გელოდებით ვატო ამერიკიდან გაუყო კარები და დენიელ კორმიე კითხავს რომ სად არისო ეს კაციო რა მინდა რომ მიულოცო რა მეგობრობს მოკლედ რა მერაბთან და ასე შემდეგ და მერაბი გასული არის სარბენადო კაცი გაგიჟდა რა ანეკდოტები გამოგივიდა კამარიოდა რა ანეკდოტები გამოგივიდა ესეთი ადამიანია მოკლედ რა შრომასთან ერთად მოდის ყველაფერი ალბათ მერაბი არის შრომის სახე ასე ვთქვათ რა აი რა შეუძლია შრომას თან გოლია რომ ეს დაგესტანი ფაითერების დაცემას დაუნფოლი რა დასაწყისი ხო აი დასაწყისი იყო მერაბდოლიშვილი კი მერაბმა აჩვენა ყველას რომ დაღესტნელები არ არიან დაუმარცხებლები რა ეგაა ყველაზე მთავარი იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ ეს ადამიანები რა ულევი კარდიო აქვს, ულევი ჭიდაობა, კლასი, ასე შემდეგ და ძალიან კარგად მიყვარს. ჩება მაგითი, ხო? ანუ ოქტაგონზე სანამ შედიხარ, აგებ ესე იგი. შემდეგ წერაში იყო UFC უსმანი, ხო? კი, და აი მან ცოტა ისეთი იყო რა, აი მან ერთი 10 წამი რო დაუმატოთ მაგ ჩხუბს რა დამთავრებული. ვერ ხედავ. ილიაზე რო გადავიდეთ ეხლა რა, იმიტომ რომ ილიაზე ლაპარაკი მინდა ძალიან. აი ილიაზე მაშინ ეგრე ფიქსს ავაკეთებ რა. წლის ბოლომდე ნოკაუტი. და ილია მახაჩოს გათიშოს. შეიძლება არ გათიშოს და შეიძლება დააფინიშოს. ისე წავიდა ლაპარაკიც. ნეკრეკი, რენეკი ჩონკი რა. დარტ შეიძლება გაუკეთოს. ხო, 1000 რა. ხო, ძალიან უყვარს და თავი რა. ილია თოფურია, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით რამდენად მაგარი სტრაიკერია, კიდე ერთხელ ნახეთ მაქსოლოვის გათიშვის კადრი, როცა შენელებული ოღონდ. თოფურიას მარცხენა ხელი ისე წამოვიდა ხო ის ყბისკენ რომ ой ვაფშე ვერ ხედავ და აი ჯერ არის მან ყველაზე მთავარი იცი რატო გეუბნებით რომ შენელებულს უყუროთ რომ მან ილია ტანით ისე ტრიალდება და მარცხენას ისე ურტყავს რომ მაგ მარცხენას აი კაცი შვილი ვერ დაინახავს და ეგ არის ჩემი საყვარელი მომენტი სახეზე რომ ეთქვა რომ იცის რომ სიო ხო მორჩენილია მორჩა დამთავრდა აღარ უნდა დამატებაო მაგრამ ანუ მოითხოვდა რა მოკლედ სიტუაცია მეც ეგრე მგონია რა სხვა მომდევნო ვინ არის გალიაში შედიხარ დალოცვილი გახსოვს ჩვენი ერთ-ერთი სტაფის წევრი მიმტკიცებდა რომ ეგრე მარტივად არ მოხდებაო. კი, მაქსის ბოლოს შეიცვალა აზრი ჩხუბამდეც ვერ მოვიტყუები, ჩხუბამდე შეცვლა. თუმცა გაკურებული დარჩა. მაგრამ რავი, მაგს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლი არის და ძნელია მაგის ფიქრი ალბათ რომ ვინმე შეიძლება ეს აუთკლასი გაუკეთოს მაქსოლოვის რა. მოკლედ დრო შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი დებიუტი გამოგვივიდა. დესიჟენიც მოვიგეთ მოკლედ დღეს რა. არასანახაური. შეიძლება არასანახაური. მან ნეონვაშენს დავიხვეწებით რა, ესე ხდება. კი, აუცილებლად და თავარი არის რომ მოკლედ ხალხი მოგვემატოს და მოგვემატოს. ძალიან მე ვფიქრობ რომ ლაივების გაშვებაც კაი იქნება და ესე უშუალოდ ინტერაქცია. რა ნებისმიერი hot take ნებისმიერი თქვენი მოსაზრება კომენტარებში ვილაპარაკეთ ჩვენ არ გვიზარდეთ. ჩვენ ედიტორსაც არ ეზარება. ეხლა აქ რო დავიждეთ პროსა და 1 საათი ლაპარაკობ. ხო, პრობლემა არ იქნება. არა, პრობლემა არ არის. ხო, ერთ-ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ მომავალში ძალიან ბევრი სიახლე გვექნება საინტერესო. და რაც შეეხება კომენტარებში შეგიძლიათ hot take-ი თქვენ რასაც ფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება განსახილველად, აი საინტერესო წინადადება მოკლედ MMA-ისთან დაკავშირებით. ესეთ ხმამაღალი რა, შეგიძლიათ დაგვიწეროთ. მოდი ესეთ რუბრიკა დავიწყოთ ჩვენ კონტრარგუმენტებით. დავუყურებთ გავაჩაღოთ ომი მაყურებლებთან. დავუმტკიცოთ საწინააღმდეგო. და მოკლედ შეგიძლიათ დაწეროთ, ავარჩევთ და მომდევნო ეპიზოდებში ყოველთვის იქნება თქვენი hot take-ები, ასე ვთქვათ. იმედია მოგეწონათ ის სიამოვნეთ, საინტერესო გამოვიდა ჩვენი პირველი პოდკასტი. გამოწერა არ დაგავიწყდით. კი, გამოწერა ძალიან გვჭირდება, мотиваცია გვჭირდება, იმიტომ რომ ეხლა რავი, ძალიან ძრო დაფჭირდა თავი და გვეწო ჩაწერა ცოტა არაბუნებრივია, მაინც რო არ ქონია გამოცდილება არანაირი. დროებით სავარაუდოდ და იმედია რომ მომავალ ხუთშაბათამდე
5 შაბათამდე არა, იმიტომ რომ ეს პოდკასტი შაბათს დაიდება. ხო, ნუ შაბათს საღამოს. შაბათს დაიდება, ზოგადად შაბათობით იქნება ხოლმე ჩვენი ეპიზოდები. იმიტომ რომ ცხელ დროის გასაყვანი იქნება. ხო, დროს გაიყვანთ. რო ჩავუჯდებით თბილად სახლში UFC-ს pay-per-view events როილდები ან fight nights ჩავუჯდები და აი რაღაც გინდა რომ გაიყვანოთ რა და აი ჩავუჯდე მოკლედ და რავი ჩვენი პიკების მიხედვით შეიძლება იმაზეც იფიქროთ რომელ მებრძოლს უგულშემატკივრია. ხო, თუმცა ამ პიკებზე ერთ დავამატებ და დავასრულოთ რა მე რომ ზოგადად MMA ისეთი სპორტი არის არაპროგნოზირებადია. ხო, შეიძლება ტიპი გამოვიდეს რაღაცა ის საოცარი ხო, თუნდაც აი შეიძლება ტიპი გამოვიდეს, ფეხი აუსხრივდეს, დაიცეს და დაანოკაუტონ რა. ანუ ეგ MMA არის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სპორტი. ამიტომ ჩვენ უბრალოდ გასართობ ხასიათს ვაძლევთ ესე რომ პიკებს ვაკეთებთ. თორე ანუ სახლი გავყიდე და ბინა დავდე, ანუ ჩვენი ანუ ეგეც ჩვენ ილიათოფული არ ვართ, რომ მაგას დაგკვირდეთ და გავაკეთოთ რა გამურიძო. ხო, ორი სახლი ვერ გეკეთებათ. ძალიან სახსაც ნუ გვანდობთ, არ არის საჭირო. ხო, დავამშვიდობთ მოკლედ მაყურებელს და შემდეგ შაბათს შევხვდებით ისევე ტრადიციულად ესეც ერთ-ერთი ტრადიცია იქნება, რომ შაბათობით გვექნება ეპიზოდები. ნახვამდის.